ჩემი რჩევა იქნება, რომ გულმოდგინე წაიკითხონ ეს წერილი და გაიაზრონ და მიიღონ იქ რაც წერია. ეს უპირველეს ყოვლისა გამოადგება თავად ევროკავშირს და გამოადგება ჩვენ ორქრივ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანი არის, რომ ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს აგრესიული რიტორიკა, ეს არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს, უნდა შეწყდეს მავნე პოლიტიკა, რომელიც უკანას დგას პოლიტიკური დღის წესრიგი, ესეც ეწინააღმდეგება შუმანის დეკლარაციის იდეებს და უნდა შეწყდეს, უნდა გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება. სამწუხაროდ გუშინაც ვიხილეთ იგივე მცდელობა, რომ დაჩრდილონ გამარჯვების დღე და მე უკვე ეჭვი მეპარება, რომ არის მცდელობა, რომ ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე სხვა დღეებით, ამ შემთხვევაში ევროკავშირის დღით, რაც არის ერთი მხრივ არის ისტორიული უმადურობა იმ მსხვერპლის წინაშე, რომელიც გაიღეს სხვადასხვა ხალხებმა და ამ შემთხვევაში გულისხმობ საქართველოს, როცა რაღაცა დღე აღინიშნება საქართველოში, როცა ხარ სტუმარი, როდესაც შენი მასპინძელი იმ დღეს 9 მაისს აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 300,000 დაღუპული ქართველის ხსოვნას მიაგებს პასუხს, როდესაც სტუმარი ასე იქცევი, რომ შენი დღესასწაულით შედიხარ მასპინძელთან, არც კი ახსენებ იმას, რას აღნიშნავს მასპინძელი იმ დღეს. ეს რა თქმა უნდა არ ჯდება არანაირ გაგებაში, როგორც უნდა იქცეოდეს სტუმარი სხვა ქვეყანაში. მე ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა და როგორც ჩანს, მას დილობასთანაც პრობლემა აქვს და ძალიან სამწუხაროა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ, რაც გაუკეთა ამ ერთმა ადამიანმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას. ფაქტია, მთელი საზოგადოება სულ მოუთმენად ველით ოდის დატოვებს ის საქართველოს, დარჩა სულ რამდენიმე კვირა მის ყოფნას საქართველოში, ასე რომ ველით რომ დატოვებს საქართველოს და ეს მომენტი ქართულ-გერმანულ ურთიერთობისაც დაგვავიწყდება. ნახეთ ჩვენ სულ ახლახან პოლონეთის მთავრობამ პროპაგანდისტული არხი ჩართო ქართულ ენაზე და პირველი რაც გააკეთეს, თავს დაესხნენ ქართულ ეკლესიას. ვართ პოლონეთის მთავრობას თუ გონია რომ აქვს რაიმე უფლება ამ დედამიწაზე, რომ საქართველოს ეკლესიას თავს დაესხას, ეს არის მათი დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ვერაცნობიერებენ საკუთარ სიმცირეს ეკლესიის სიდიდესთან მიმართებით. თქვენ გახსოვთ ელენე ხოშტარიას განცხადებები, რომელიც ამბობდა, რომ დიახ, ის არის, ვინც ყიდულობს მაშხალებს იმისთვის, რომ დაწვან პოლიციელები, დაწვან პარლამენტის შენობა. თქვენით ნახეთ, რომ აღიარება ისვედის ხელმძღვანელის აღიარება, რომ მათ უცხოური გრანტის ფულით ისინი ყიდულობდნენ აღჭურვილობას მოძალადეებისთვის, რომ მათ წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციისთვის. ამიტომ 2024 წლის დეკემბერში ევროპული ფული იხარჯებოდა ქვეყნის დასამხობად, ძალადობისთვის, პოლიციებზე თავდასასხმელად, პარლამენტის გადასაწვავად და ამ სწორედ ჩვენი პოლიციელების გმირული ქმედებით იქნა აცილებული თავიდან დიდი უბედურება, რომელსაც ესე თვალის დახამხამების გარეშე დაუშვეს უცხოელმა ჯგუფებმა და დღემდე არც ერთს არ დაუგმია, არც ევროკავშირის ერთს არ დაუგმია და არც ევროკომისიის წარმომადგენელს არ დაუგმია ის ძალადობა, რაც ჩვენ 2024 წლის დეკემბერში მათი დაფინანსებული ადამიანების მხრიდან ვიხილეთ.